დილამშვიდობისა ყველას მეგობრებო, მოგესალმებით და მინდა დღეს ვისაუბრო, ესე იგი იმ საკითხზე, რაც დღეს საქართველოში ასე ძალიან გავრცელებულია. როგორ ხართ, მინდა გკითხოთ ჯერ და ნახეთ რაღაცას დაგიპოსტავთ. ვისაუბროთ ჯერ დავიწყოთ რა არის განკითხვა და შემდეგ რა არის მხელა და რა არის გარჩევა, ხო? აი მორეს კურტანიძე წერს ესეთ საინტერესო რაღაცას და მე ამას აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი. განკითხვა არის, როცა ადამიანს ცოდვების გამო დაში და პასუხს მოკითხავ, აი როცა ჩაქოლავ და ქვას ესვი. ეგ არის განკითხვა. მხილება არის, როცა ადამიანს ამხელ გააზრებულ ცოდვაში საჯაროდ, ხოლო განსჯა და ანალიზი არის ის, როცა ცოდვას მადლის გარჩევა შეგიძლია. ცოდვისა და მადლის გარჩევა შეგიძლია. გესმით? ეხლა ეს წავშალოთ და ეხლა მე დაგიპოსტავთ კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას. ამაზე დისკუსია გავაბით მე ქალბატონმა ერთ-ერთმა ქალბატონმა დამიწერა პასუხი რა არის. განსხვავება განკითხვასთან და მხილებას შორის, ანუ მხილება არის სიმართლის თქმა, კეთილი განზრახვით, სიყვარულით, მიუთითო საქციელზე. განკითხვა არის განაჩენის გამოტანა და დაგმობა სიძულვილში და ამპარტავნებით რადიკალურად განსხვავდება მხილება და განკითხვის წყარო. მხილება სწორად რომ იყოს, ესე იგი ვეთანხმები, განკითხვა არის, როდესაც უკვე განაჩენს გამოუტან და ჩაქოლა, ანუ ქვას ეშვი და დახრიტა და მხილება არის კეთილი განზრახით, სიყვარულით მიუთითო საქციელზე. აჰა, მაგრამ ამას ვუპასუხე ახლა მე ასე, მეგობრებო რა. ეგ საწერია. ადამიანი რომ ამხილო, მის დონემდე უნდა დაეშვა, რომ შეძლოს გაგება, ხოლო სიყვარულით ზეკაცები ვსაუბრობ და ასეთებს მხელა არ სჭირდებათ. აპათიაში მყოფ პირთან თუ აპათიურად არ ისაუბრებ, ვერ გაიგებს და ვერც აღგიქვავს და ასე შემდეგ რა, რომ ნახეთ, შიშის ემოციაში მყოფ ადამიანს უნდა ელაპარაკო შიშის ემოციით, თორე სხვანაირად ვერ გაიგებს აბსოლუტურად ვერაფერს. სხვათა შორის ახლა მანქანაში რო ზივარ წვიმს და ხმას მიშლის წკაპუნი. შიშის ემოციით თუ არ ელაპარაკე იმ ადამიანს, თუ არ დააშინე ადამიანს, რომელსაც შიში აწუხებს, ის ვერ გაიგებს ვერაფერს. მედი გადავალ ცოტა სხვაგან, რომ ესე არის წკაპუნოს აქ. თუ აპათიაში მყოფ ადამიანთან აპათიურად არ ისაუბრე, ისე ვერ გაიგებს შენ ხმას. ანუ მე გეუბნებით ჩემი გამოცდილებიდან და ასევე სულის ექსპერტიზიდან. გესმით? ერთი წუთით ჩავიდე. ხო, აი აქ ახაც წკაპუნობს, კაია. ახლა უყურეთ, მეგობრებო რა. აი არის ესეთი მომენტი, რომ ხალხი ის დაძაბეს, დააშინეს და ჩარჩოში ჩასვეს, რომ როდესაც ემოციურად მოსაუბრე ადამიანს ხედავენ, ეშინიათ. რატო? ეხლა წლების მანძილზე იქიდან მომდინარე, როდესაც ჩამოყალიბდა ესე იგი მედია, ეს მათყუ არა მედია, ადამიანები გამოწურთნეს და ჩამოაყალიბეს ისე, რომ ადამიანმა ეკრანში არაჩვენოს თავისი ემოცია. ეს არის ჩვეულებრივი მარიონეტის აღზრდელობითი მეთოდების, როგორც აღზრდიდნენ მეფეებს და როგორც ესე იგი ქნიდნენ და ქანდაკებდნენ მეფეებს, რომ ესე არ უნდა დაჯდე, ესე არ უნდა თქვა, ის არ უნდა თქვა, ამის თქმის უფლება არ აქვს. დღესაც ეგრე არის, თქვენ გონიათ არა, ნებისმიერ მონარქიულ ქვეყანაში ეგრე წურთნიან, ანუ გაწურთნა არის რა, როგორც ძაღლებს წურთნიან, ისე წურთნიან ადამიანებს, რომ ესე არ უნდა მოიქცე, ისე არ უნდა გააქნიო კუდი, ისე არ უნდა ილაპარაკო, ეს სიტყვა საშიშია, ისე უნდა დაჯდე, ესე უნდა ჭამო. ყველაფერში
ადამიანები როგორ მარიონეტებად ჩამოყალიბეს, ბურატინოები რა, როგორც გამოთალეს, ისე გამოითალნენ და იქით განვითარება ნული. იმიტომ რომ ამ ადამიანებს მოარგეს თავიანთი როლი და ამ ადამიანებმა მიიღეს ეს როგორც, აი კი, ესე მასწავლეს და ესე უნდა იყოს. ესე რომ გასწავლეს და ესე რომ მიიღე. ბიჭო, იმის ეკითხვა უნდა გაიხედო, იქნებ სხვა რამეებიც არსებობს. ეხლა ნახე ემოციებს როგორ აჩლუნგებენ რა. ეს მე ამას ვეძახი ემოციების დაჩლუნგებას. როდესაც ადამიანს აქვს უფლება რომ ემოცია გამოიტანოს გარეთ, ეს არის თავისუფალი ადამიანი. მაგრამ როდესაც ადამიანს ამის უნარს უზღუდავენ, ეს არის შეზღუდული, დაპროგრამებული, დამარიონეტებული, დაბურატინებული ადამიანი, რომელიც იმედ ჩარჩოს იქით ვერ გაცდა, გესმის? მე წავიკითხავ კომენტარებს მეგობრო. ხო და ერთი სიტყვით მე რა მინდა გითხრათ რა. აი პირველი ვარ რომელმაც ეს დავამსხვრიე, ხო? მე მგონი ქალი რომელმაც ბლოგერულ სივრცეში, სადაც ქალი საუბრობს, ერთი იყო მანგო, მეორე ვარ მე. ქალი რომელმაც დაამსხვრია, ესე იგი, სრულიად სტერეოტიპები. ქალის სტერეოტიპი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი, ესე როგორ უნდა ეცვას, თმა როგორ უნდა კონდეს, ტუჩი რამ ხელაზე უნდა კონდეს დაბურთული, ყრიმალები, წამწამები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი სტერეოტიპის დანგრევა ის რომ ქალი რომ ესეთი წარმოუდგენია კაცობრიობას და მიეჩვია მაგის დედავატირე თვალის და გონებაც რომ აი ქალი მარტო ესეთი უნდა იყოს დაბურთული ტუჩებით, ყვრიმალებით, გაკეთებული წარბებით, წამწამებით, დასიებული ძუძუებით და რაღაცა უნდა ლაპარაკობდეს ისე და უნდა იყოს ძალიან ქალური. და სხვანაირ ქალს ვერ აღიქვავენ ეგენი რა. ანუ ქალი რომ ხიპიშობს, ქალი რომ შეიძლება მამაკაცური ენით ესაუბრებოდეს, ქურდს ქურდული ენით, ბაცანას ბაცნური ენით, გიჟს გიჟური ენით, ზეკაცური ენით, იმას ვერ აღიქვავენ რა, რომ ადამიანში შეიძლება იყოს ეს ყველა მომენტი რა. ეს ყველა ნიჭი და უნარი. არ შეუძლიათ ამის საქმე. იცით რატო არ შეუძლიათ? თვითონ აქვს მხოლოდ ერთ უნარზე დაყვანილები არიან და ვიღაცამ ამება მიწოდა. ამებაო თუ მემბრანაო თუ რაღაცა, აი, მემბრანები და ამებები არიან რა. ერთ უჯრედზე დაყვანილი არსებები აგე როგორც ილია ყავდათ ერთ უჯრედზე დაყვანილი, ისე დავი და ეს ერიც და ნახეთ როგორი რამეა მეგობრებო, როგორც კი აჩვენებ ემოციას, როგორც კი ძველ ბიჭურად ელაპარაკები და გიჟს გიჟურად, ეს საზოგადოებას მიაჩნევ და საგიჟოში წაიყვანეთ, ეს რა არის, ისეთ როგორია. ანუ შოკი, სრული შოკი აქვს გესმის და არა და სინამდვილეში ნახე, მადლობა თია რომ ასწავლა ეს. სულის მეცნიერებაში არის ესეთი რაღაც. აპათიაში მყოფ ადამიანს თუ აპათიის მდგომარეობაში არ ჩახვედი და ისე არ ელაპარაკე, ისე ვერ გაიგებს, საერთოდ ვერ აღიქვავს. შენ გიყურებს როგორც რაღაცა, აი მე რო ეხლა შენობას დაუწყო ლაპარაკი, აი ვერ გაიგებს ვინ ხარ, რას ლაპარაკობ. აბსოლუტურად ერთი სიტყვა არ არის მაშინ თუ მის მდგომარეობაში არ ჩახვედი. ასევე არის თუ აპათიის მდგომარეობაში უნდა ჩახვიდე, თუ ანტაგონიზმის მდგომარეობაში უნდა ჩახვიდე, რომ ის ანტაგონისტი, რომელიც შენ გიყურებს მტრულად არ ელაპარაკე, შენ ვერ და შენ მოყვას ისენი და აი აჰა, გამოიჭრი ამ ლოყაშიც ესე რომ ელაპარაკო, არა, არ გამოვა. ერთი საკითხია რომ ქრისტე ეს ელაპარაკობდა ოჯახიდან, მაგრამ მე გეტყვით რა, ქრისტემ ეს რომ თქვა, ორი მხრიდან შეიძლება გაიგო, მოყვასთან არც დაგჭირდება ეგეთი ენით საუბარი, მოყვასი რომელსაც ადამიანი უყვარს, ის არ გაგარტყავს არც ერთ ლოყაში. ამიტომ ასეთ ადამიანს კი არ ელაპარაკებოდა ქრისტე. იცით როგორ ადამიანს ელაპარაკებოდა ქრისტე? ანტაგონისტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. ანტაგონისტი ვინ არის? ვინ შენი მოწინააღმდეგეა? ვინ არის მოწინააღმდეგე? ჯარისკაცი, კაიაფა, მღვდლები და მოწინააღმდეგეები ვინ იყვნენ? ქრისტესი ეგენი, კაიაფა, ჯარისკაცი, პილატე, მღვდლები და რა უთხრა რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ, მეორე მიუჩირეო? კი, რატო იცით? ამას ხშირად ვამბობ ხოლმე და კიდე უნდა გითხრათ, იმიტომ რომ როდესაც მარცხენა ლოყაში გაგარტყავდა რომაელი და მარჯვენას მიუშვერდი, ხო? იქ შენ სიკვდილი არ აქცდებოდა, რატო იცით? იმიტომ რომ თავს გაუტოლებდი. იმიტომ რომ თავს რო უტოლებდი იმ რომაელს, რატო?
რომაელს ჰქონდა მხოლოდ რომაელისთვის უფლება მარცხენა ლოყაში გარტყვის. თუ პირიქით, მარჯვენა ლოყაში. ანუ ერთ-ერთ ლოყაში არ ტყავდნენ რომაელები მხოლოდ რომაელებს. დანარჩენებს, ხო, არავის არ აკადრებდნენ, რომ გაერთხათ მარჯვენა ლოყაში თუ მარცხენა ლოყაში. იმიტომ რომ ისინი მოიხსენიებოდნენ როგორც დაბალი ფენის საზოგადოება. ხო და რა უთხრა ამით ქრისტემ? თავის მოწაფეებს რა ასწავლა? ის კი არ არის საცოდავებო თქვენ, მიუშვირეთ ლოყა გაიგებენ, ვერ გაიგებენ. ეგეთები ვინც სილას გირტყავს, რაც არ უნდა თავი მიუშვირო და თავი რომ მოაჭრევინო, ვერ გაიგებს რასაკეთებ. თუ შენ მას არ სთხლის შესახეში და როგორც სთხლის შესახეში ქრისტემ იმ დროში, როგორი დროც იყო, აი ეს ლოყა მიუშვირა, იმიტომ რომ აი გამარტყიო რა, შენზე დაბლა არ დგავარო, ბიჭო, შენ ხიპიში იყო ეგ, ზუსტად იმ დროის ხიპიში იყო. ეხლა მე რო აქ ვიგინები, იგივეა რაც ქრისტე აი ეს უზრდელობდა პირდაპირ რომაელებთან და უზრდელობდა რა, ცუდად კი არა, ღირს ეგრე უნდა ექნა. სხვანაირად ვერ გააგებინებდა, გესმის? უზრდელობა საჭიროა ხშირად. სხვა შემთხვევაში შენ აუცილებლად ჯვარს გაწმევენ, აუცილებლად მოკრავენ, აუცილებლად ვერასდროს ვერ გაგიგებენ რას ლაპარაკობ. და როდესაც დედის ტყუნით გელაპარაკება ადამიანი, შენ თუ დედის ტყუნით უკან არ ელაპარაკე, ისე ვერ გაიგებს ვერც ერთი საზოგადოება ასეთი დონის. და ქრისტეს ვბაძავ, გეუბნები ქრისტემ მასწავლა მეთქი, რომ მითხრა, რომ მეორე მარჯვენა ლოყა მიუშვირე, როცა მარცხენა ლოყაში გაგარტყავენ, ხო? ეგ იმას ნიშნავს, რომ აიმაღლე შენი თვით შეფასება და უთხარი არანაკლებ შენზე ნაკლები ვარ, გესმის? შემიძლია შენ დაგიდგე პირისპირ და შეგებრძოლო სწორედ ამით, თუნდაც სიკვდილზე წამიყვანო და ჯვარს მაცვა. აი ეს უთხრა ქრისტემ და არა ისე საწყალი ვარ და არ არსებობს ლოგიკაში არ ჯდება, იმიტომ რომ ქრისტე უმაღლესი ფსიქოლოგიის მფლობელი იყო. ის რომ ჯერ ეგერთი იცი რომელს მიუშვერ ეგრე ლოყას, რომელიც ამ ცნობიერებაში, ზეკაცობრივ ცნობიერებაში ერკვევა. რომელი ერთი გაგარტყავს სახეში, ვინ ზეკაცობრივ ცნობიერებაში ერკვევა მითხარი. არც იკადრებს მაგას, ხო? ესე იგი, ვინზე საუბრობს ქრისტე? იმ დონის ხალხზე საუბრობს, ვინც მაგას კადრულობს, ვინც არ ესმის, რომ ყველა ერთი ღვთის წინაშე ყველა ერთნი ვართ. და არანაირი უწმინდესი და ამაღლებული და მეუფე და აი თქვენ უდიდებულესობა, არამედ ძმა და და ვართ ერთმანეთის, ბიჭო. თვალი თვალის სწორ, პირი პირის სწორ. გესმით რა ხდება აქ და თქვენ ეხლა მეუბნებით, რომ მე იმ ადამიანს, რომელიც ესე მელაპარაკება, გოგო, შენ რა უნდა გელაპარაკო და თან მეკაჩავება, გესმით? გოგო, შენ რა უნდა გელაპარაკო, ქალი ხარო და თან მირჩევ საქმე. ბიჭო, თუ არ უნდა მელაპარაკო, წადი გააჯვი, წადი შენ ცხოვრებით იცხოვრე, მიხედე შენს მონობას და თუ მელაპარაკები, მაშინ მელაპარაკე ისე როგორც უნდა საჭიროა და თუ ეგრე ვერ მელაპარაკები როგორც საჭიროა, მაშინ მე დავიწყებ ისე ლაპარაკს, როგორც შენ დონეს გაეგება, გესმის? როდესაც ისწავლეთ ეს ხალხო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რაშიც გაცხოვრებენ, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება უფროს შეეწინააღმდეგოთ, არ გაქვთ უფლება მოწინააღმდეგოს, როცა ტყუილს გეუბნება შეეწინააღმდეგოთ, იყოს ეს თუნდაც ილია მეორე, იყოს ეს თუნდაც ერის მამა თუ ერის ტრაკი, არ არის მნიშვნელოვანი. ცუდი სიტყვები არ არსებობს, ხალხო. ვინ თქვა, რომ ცუდი სიტყვები არსებობს? ვინ დააწესა, რომ ცუდი სიტყვები, სიტყვა ცუდი არ არსებობს, სიტყვა არის ყველა სულიწმინდის. და თქვენ გინდათ უთხრათ სულიწმინდას, რომ შენ ცუდი სიტყვები შექმენიო? ცუდი აზრები არსებობს, რომელიც იწვევს შენში ასოციაციას ესა თუ ის სიტყვა. აი ეს აზრები არის სატანის, ხოლო ყველა სიტყვა არის სულიწმინდის და როგორი სიტყვითაც იტყვი, ისეთი გულით, როგორი გულითაც იტყვი, ისეთი გულით შეისმინება სამყაროში. ისწავლეთ, ხალხო, გასწავლით. და თუ სწავლა არ გინდათ, მე ვერ დაგაძალებთ ძალით. არც ერთმა მეუფემ, არც ერთმა მღვდელმა, არც ერთმა სასულიერო პირმა ეს არ გასწავლათ, რასაც მე გასწავლით. იმიტომ რომ მათ სჭირდებათ მონები, ვის სჭირდება ეხლა ადამიანს აუხსნას თუ როგორი არის სულის მეცნიერება, ვის? თუ შენ აგიხსნის სულის მეცნიერებას, შენ მისნაირი გახდები და ვინმე სჭირდება მისნაირი, აღში კიდე შემცილებელი და კონკურენტი? რა, მე ამბიონებს ვინ დადგება ზემოდან და ვინ მოუძღო, ცხვარს ვინ მოძღვრავს მერე?
რა შენსაც შეგიძლია გაიგო ქრისტესი, ბიჭო, რასაც შეგიძლია გაიგო ქრისტესი, ქიმიას, მათემატიკას, ფიზიკას, გრამატიკას, ქართულ ენას ასწავლიან სკოლაში და თან არ ეუბნები რომ შენ არა, ქრისტეს სიტყვები არ შეგიძლია გაიგო, გესმის? არა, ქრისტეს სიტყვები იმდენად გაუგებარი რამეა, რომ ეს მხოლოდ მეუფებმა იციან. და შენ დაბინძურებული გონები და ამონაჭერებით რო ლაპარაკობ თურმე დააზიანებს შენ სულს. არა, დედასპიცა ვარ. მარტო ეს დააზიანებს შენ სულს, რომ შენ ცდილობ გაიგო შენით რას ლაპარაკობს ქრისტე და ის რომ საპატრიარქოს გვერდით კაზინოა უშველებელი, სანგრილა თუ შანგრილა ის არ აზიანებს ადამიანის სულს. არა, კაცო, როგორ გეკადრებათ? ეგ შეიძლება ნებისმიერ ცდუნებაა უბრალოდ. და ადამიანებს რო აჩვენებენ და ეუბნებიან შენ თურმე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეგიძლია 4 თავია ბიჭო 4 თავი იცით რა პატარა წიგნია 4 თავია ესე რო დააპროგრამებ ადამიანს რომ შენ ვერ გაიგებ მაგას რო წაიკითხავ რა თქმა უნდა ადამიანი რო დაიწყებს ამის წაკითხვას არც გაუჩნდება სურვილი რომ ტვინი გამოძრაოს ოდნავ და იქ რაც წერიათ გაიგოს თავად რატო იცით იქ პირდაპირ მხელა მიდის მაგათი იმ 4 თავშიც რაც წმინდეს და ამოაცალეს მნიშვნელოვანი ფრაზები ქრისტესი ხო და ბოლოს მაინც დაიყვანეს 4 თავზე და კიდე გაეპარათ ის რომ ქრისტე პირდაპირ ამხელს მაგ სადუკევლებს და ფარისევლებს ხო თვითონ მაგად ბიჭო ვინც დაემსგავსნენ კაიაფას რო გვანან დავიანთი ოქროს ჩაფხუტებით და რეები აღარ ჩამოიცეს თავზე ოქროები და ვერცხლები ვინ არის ქრისტე ეგეთია რა თქმა უნდა იქ წაიკითხავ რომ ამხელს ქრისტე მაგათ და ზუსტად ამოიცნობ შენ თუ ბნელი არ ხარ და ბნელი არა ბინდი არ გაქვს გადაფარებული სახეზე ზუსტად ამოიცნობ მათ მდგომარეობას რომ ქრისტე პირდაპირ მივიდა მათთან და სახეში თხლიშა სიტყვა რომელიც სიტყვაც ვერ აიტანეს სადუკევლებმა ფარისევლებმა იუდეველმა ვაჭრებმა და შემდეგ მოკლეს კაცი რომელიც სიმართლეს ამბობდა შემსავით სხვათა შორის აი ასია მგონი თქვენი მართლმადიდებლური წესები არ ვარ ქრისტიანი და მქონდა შემთხვევა ერთმა ახალგაზრდამ ეკლესიაში ვერ შევდივარ რომ მეც უპასუხე ვერ შედიხარ და 60-ში ხომ კიდე მოხვედრა მეთქი ვერ გავიგებ ესლან რას ლაპარაკობ ლალი ამბობს როგორ არ დაგეთანხმეთ მართლა სიმართლეაო ამაში სრულიად გეთანხმები ლოყაში გარტყმა არ ნიშნავს რომ მეორე ლოყა გასარტყმელად უნდა მიუშვირო ყველას თავისი ენაზე უნდა ესაუბრო ვერ გაიგებენ ოღონდ ილიას თავი დაანებე დალი მოდი ვისაც გსურთ რომ ილიას თავი დაანებოთ ხო ილიას დაანებეთ კაცო თქვენ ვილაპარაკებთ მე ვილაპარაკებ ილიაზე კარგი ანუ მე ეგ კაცი მე მაქვს უფლება მაგაცის მხელის იმიტომ რომ ჩემთან მაგარი მიქარა თქვენთან არ ვიცი რა გააკეთა ვისთან მიქარა ვისთან არ მიქარა ჩემთან მაგარი მიქარა მაგკაცმა და მე მაქვს სრული უფლება ზეციდან დაშვებული მაქვს ეს უფლება რომ ვამხილო ეგ კაცი რა და თუ მწყობრიდან გამოვალ კიდევაც შეურაცხყოფა მივაყენო ანუ ამიტომ თქვენ ხო ან გაიგებთ შემდგომარეობას, ან კიდე დადგებით მის მცველად, რომელმაც სისხლი ანთხია და საქართველოს დედა მოუხნა მაგ კაცმა რა. დედასპიცა ვარ, გეუბნებით, ჩემი გამოცდილებიდან საუბრობ მეთქი ყველაფერზე. არავით არის სხვისი გამოცდილება მე არ მაინტერესებს. სხვა თავისი გამოცდილებით ილაპარაკოს. ჩემთან რაც მიქარა და რაც დააშავა, იმაში ვამხელ და სანამ 40 დღე გავა, ბოლომდე ვამხელ, სანამ მაგის გველის წიწილები, ხო? არ მოიხდიან ბოდის ჩემთან რა. 1500 კაცმა რომ წევლა დალი. კაცი შვილმა რამდენი მეუფე ყავს და სულ ყველამ გაიგო ჩემს შესახებ თქვენ გონიათ ჩემს ვიდეოებს ეგენი არ უყურებენ? ეგენი რო უყურებენ ჩემს ვიდეოებს, ისე ვინ უყურებს? ვაგის დედავატირეთ. ჩემს შესახებ ვერ გაიგეს, რომ 1500 კაცმა წევლა და ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. სულ ყველა დედამოწყნული დედასაგინებელია რო იცოდეთ რა. ილია მეორე შათვლით. იმიტომ რომ ის იყო პასუხისგებელი თავის სამწყსოზე, ვინც ყავდა იქ დაყენებული.
გინდა მკვლელები და გინდა ყაჩაღებით დაწყებული, დამთავრებული პედოფილებითა და მამათმავლებით. ეგ ჩემი საქმე არ არის რა პედოფილია ტრაქს ვის მიუშვერენ და ვის გაუპატიურებენ ბიჭო ეგ ჩემი საქმე არ არის მათმა მშობლებმა იზრუნონ ვისაც შვილი გაუპატიურეს და ვისაც შვილი გაურყვნეს ვისაც ტრაქში შეთხარეს არ მაინტერესებს ყველამ თავისი სამხელი თვითონ ილაპარაკოს მეთქი მაგრამ მე საუბრობ ჩემს სამხელზე სადაც სამი შვილის დედა რომ მივედი მასთან აღდგომა დღეს ძაღლად რომ არ ჩამაგდო ეგ არ არის ქრისტიანული მეთქი და სულ ფეხზე მკიდია და სულ არ მაინტერესებს ვის რა ეგონება მე თურმე ამ პარტავნებაში ვარ თუ თავმდაბლობაში ვარ არ მაინტერესებს მე მაქვს სამხელი და ვამხელ იქ ტყუილად არ მიმიყვანა ღმერთმა იქ მიმიყვანა იმისთვის რომ გამეგო ვინ არის ეგ ფაქტი მქონოდა და არა სხვის ნალაპარაკებზე მელაპარაკა და მემხილა რაც ფაქტი მქონდა და რაც ფაქტი მომცა ღმერთმა იმას ვსაუბრობ არავის ფეხზე ყველას ფეხზე და გეკიდეთ ხო 1500 კაცი რომ წყევლი და ფეხზე გეკიდეთ მაშინ არავინ არ მოიგეთ ხმა და ეხლა მაჩუმებთ ილია მეორეზე გაჩერდიო ბიჭო თუ მაშინ ვერ გაიგეთ ჩემი ხმა ეხლა რატო გესმით ჩემი ხმა საკითხავი არ არის ეგ რატო მაშინ არ მოიგეთ ხმა და რატო არ უპასუხეთ იმ ხალხს რომ ნუწყევლით ამ გოგოს მართალიაო არა აქვს ადამიანს უფლება რომ თავისი ნათლის შვილის ნათლიასთან მივიდეს სტუმრა არა აქვს უფლება თან მით უმეტეს ილია მეორეს და ვერის მამაც წოდებულთა ბიჭო არა აქვს მაგის უფლება ამისთვის უნდა წყევლოთ ადამიანი ხო და ეგ წყევლა რომ უკან დაგიბრუნდებათ და აი სრულიად საპატრიარქოს რომ გაგიწყვითავთ წელში მერე ხომ ხედავთ უკვე არა რომელმა კაციშვილმა დალი შენს არავინ ხმა არ მოიღეთ ბიჭო როცა 1500-მა კაცმა მწყევლა ის კი არა პირადშიც არ მომიკითხეთ რომ როგორ ხარო იქნება მოუკვდი მაგის დედავატირე 1500 კაცის წყევლა რომ მოგეწევა არ მომეწია იმიტომ რომ მართალი ვიყავი ყველას უკან დაუბრუნდა აბა მითხარით ეხლა მაწყევარებო რატო აღარ იწყებლებით იმიტომ რომ ყველას უკან დაგიბრუნდათ ეგ და მიხვდით რა ჩაიჯვით ერთ ადგილში რატომ ვეღარ მწყევლის ხალხი თუ იცი იმიტომ რომ მიხვდნენ თავის დანაშაულს და იმიტომ რომ ყველას უკან მიუტრიალდა ის წყევლა რა არისო ეგრე რა გააჩერებს მაწყევარ ადამიანს თუ საკუთარ თავზე არ გამოცდის და არ იზღვევს ვერაფერი ვერ გააჩერებს ამიტომ ყველამ თავის თავზე იზღვია ეს ჩვენთან ამბობენ თუ მეჩეთთან ფეხსაცმელები მოიპარეს არაუშავს მაგრამ თუ იქ შენი ფეხსაცმელი არასოდეს ყოფილა ეს ცუდია და შენვე გავნებსო ეგეც ერთგვარი ტვინის გამოლაყებაა ბესლანა რა მეჩეთი რის მეჩეთი კაცო ადამიანმა საათ მეჩეთიდან მოხვედ მეჩეთში იშვი დედის მუცლიდან იშვი საათ ღმერთმა იცის კაციშვილა იქ სადაც იშვი იქ არის ღმერთი და იქიდან იწყება შენი ტაძარი სადაც შენი სხეულია იქ არის ტაძარი არსად არ გჭირდება მისვლა და მეჩეთთან ფეხსაცმელების გახდა ძალიან გთხოვ რა სადაც იკრიბება ხალხი რომელიც აზრი არ არის რომ სული არის სხეულის ტაძარი სხეული არის სულის ტაძარი გესმის ყველანი არიან როგორ ჩარჩოში მოქცეული აი ეკლესიაში იცით რა ხდება ეკლესიაში იცით ვის ეკუთვნის ეკლესია ეკლესიის გუმბათს დააჯდა მარა ეს არის ის ღმერთი რომელმაც მოატყუა ადამიანები რომ აი ესე გამიკეთებთო და მე ამას გაგიკეთებთო გესმის და საბოლოო ჯამში ისე მოატყუა რომ ამ ეკლესიას დააჯდა და იქ ატყარებს ყველას და იქ გონია ხალხსო შეისმოს ღმერთი კი არა პირდაპირ მარასთან მიდის ის შენი ლოცვა ზეცას არც ადის იცი როდესაც შენი ლოცვა ზეცად სადაც ხარ იქ ილოცებო რას ეუბნება სამარიტელ დედაკაც ქრისტე
აღარ დაგჭირდა მე ისეთი წყლიდან დაგალევინებდო წყაროდანო რომ აღარ მოგწყურდებაო და სადაც იქნებიო იქ ილოცებო აღარ დაგჭირდება შენობებში მისვლაო არ ეუბნება ქრისტე სამარიტელ დედაკაც აბა მაშინ მითხარით რაღაცა ჭიროა ეკლესიებში სირბილი და იქ თავის რტყმა ჯვრებზე მითხარით რა თუ არ აიღებ შენ ჯვარს და არ შემომიდგებიო ვერ ახვალ ვერ შემომიერთდებიო ვერ მოხვალ ჩემთანო ხო ამბობს ქრისტე რა მაშინ ჯვარზე არც ყოფილა გაკრული აბა რომელ ჯვარზე ლაპარაკობდა მაშინ ქრისტე თუ ჯვარზე ჯერ არ ყოფილა გაკრული მომავალში ლაპარაკობდა აწმოში მომავალზე ლაპარაკობდა აწმოში არა ქრისტე იმ ჯვარზე ლაპარაკობდა რომელი ჯვარით შენი დააბადების დროს გეკისრა რომელია ეს ჯვარი აბა გაშალე ხელები და ჩაიხედე სარკეში ფეხები ერთად დაადგი ხელები გაშალე და ნახე რა ფორმა გაქვს არ გაქვს ჯვრის ფორმა ხო და ეს ჯვარია ის ჯვარი რომელიც უნდა იტვირთო და არა აქ რო უკიდიათ ხოლმე გესმით თქვენ შენ გააცოცხლე შენში ეს ჯვარი ნუ ჩამოიყიდე ნუ კონციალობ კისერზე გააცოცხლებული ჯვარმა იარე შენ ხარ ჯვარი მე ვარ ჯვარი ყველა ადამიანი ვისაც სხეული გააჩნია ტაძარი და ჯვარია ამიტომ ყველას ფსიქიატრიულში აგზავნიან ვინც გულანთებულია სადაც სული წმინდის ცეცხლი გადმოდის ყველას ფსიქიატრიულში აგზავნიან და წამლებს ასმევენ დასაჩლუნგებელს ამიტომ არის რომ ყველას პირზე აკერიათ გაუშვით საგიჟეთშიო ფსიქიატრიულში ამას პატრონი არ ყავსო ჩემზე ამბობენ უპატრონო ხალხი ბიჭო უპატრონო რომელიც პატრონმაც სისხლი უნთხია და ისე დაასრულა სიცოცხლე რა სისხლნანთხევი ერი ხართ თქვენ მეტი ვერაფერი ვერ გეწოდებათ ისტორიაში თქვენ შეხვალთ როგორც პირსისხლნანთხევის მადიდებელი საზოგადოება თუ არ გამოფხიზლდით აი ესე შეხვალთ ისტორიაში მეტი კი არაფერი არ დაიწერება თქვენ გონიათ რომ ის გუში რაც მოხდა და ეს სამი დღე რომ ხალხი ფარისევლობდა და ვიღაცა მარიაჟობდა და ვიღაცა პოლიტიკოსები თავისი პოსტებისთვის მიდიოდნენ იქ სამძიმარზე ეგ შეეწევა იქ წიგნში ეგ ჩაიწერება მე მეკითხება და რატომ ხდება ეს საქართველოში რა ხდება საქართველოში აბა მაინტერესებს ასე რომ, როდესაც ემოციურ ადამიანს ნახავთ, ნორმალურია და ჯანმრთელია, იცოდეთ რა. შეიგნეთ ეს გამოდით იმ მარწუხებიდან, რომელშიც ჩაგვსვეს. ჩვენ ჯანმრთელები ვართ, როცა შეგვიძლია ვანახოთ ჩვენი ემოციები უშიშრად, თვალნათლად და სულერთიასად. ეს არის ჯანსაღი და დანარჩენი ყველაფერი ანგრევს, როგორც შენს შინაგანს, ისე ყველა ორგანოს და ცოდვაა, ბიჭო. ცოდვა ადამიანი, რომელსაც ყელზე ადგას სათქმელი და ვერ ამბობს. იმიტომ რომ იმან ეს არ თქვას და იმან ის არ თქვას და იქ არ გაათავისუფლონ მსახურიდან და იქ შვილი არ მოუკლან და იქ დედა არ მოუკლან. ვინც ამის გამო ენას იგდებს, ყველას მოეკითხება. ყველას მოეკითხება, რომ არ დაიცვა სიმართლე და არ დადგა ქრისტეს მხარში. რა თქვენ გონიათ ქრისტე ენაბლუ იყო და არაფერს არ ამბობდა და ის ილაპარაკობდა მარტო? ვინ ჩაგიწერდა ბიჭო იმას, რასაც ქრისტე მრისხანებით ამხელდა მაგ ხალხს? ვინ ჩაგიწერდა? ვის სჭირდება მრისხანე ხალხი? მონები სჭირდებათ მეთქი გეუბნებით. რასაც ახლა ამბობ ფსიქიატრიულში მორწმუნების გამოკეტვა რატო ხდება საქართველოში? იმიტომ რომ მონები სჭირდებათ. საქართველოში არის ყველაზე ფხიზელი ხალხი, რომელიც ვერ იკავებს, სისხლში აქვთ ეგეთი, რომ მებრძოლი ხალხია და ყველა იწყებს, როდესაც ეხსნება და როდესაც ხდება რაშია ბიჭო საქმე, ყველა ხიპის იწყებს ჩემსავით რა. და არ სჭირდებათ ეგეთი ხიპიშა ხალხი. ადებილებენ და რამდენი ფსიქიატრიულიდან გამოსული ვნახე უკვე.
ვისაც გაეხსნა სიტყვა სული წმინდა ვისთანაც მივიდა, ყველა დააჩმორეს და ყველა წამალი დაარჟეს. არ სჭირდებათ ხიპიშა ხალხი, სისტემა სრულიად დაინგრევა, როდესაც დაიწყებს ხიპიშს ხალხი. ამიტომ ერთ დიდი ხონში ხო ხედავთ, ეხლა კიდე ერთ დიდ შენობას აშენებენ, რომ მეტი და მეტი ფხიზლდება და მეტი და მეტი უნდათ, რომ დააჩმორონ. დააჩმოროს მამაზეციერმა ეგენი. დაარჭოს ისეთი წამალი მაგათ, რომ ვეღარ გაინზრნენ. ამინ ამენით. ისმინე უფალო ნებითა შენითა. რამდენი ვნახე უკვე რომ ხალხი ნიჭები ეხსნებოდათ, ხალხო კედლის იქით ხედავდნენ უკვე რა ხდებოდა ენერგეტიკულად და წაიყვანეს საგიჟეში დაამწყვრიეს ეს ხალხი და დედებმა და მამებმა ხელი შეუწყეს. ხელი შეუწყეს ამ საკითხს ბიჭო, ქმრებმა და ვინღა აღარ. რა თუნდათ ბართლომეუსი რო ჩააბრძანესო? იმიტომ რომ კაცი ჭამიაა ისიც და კაცი ჭამიების შეკრება მოხდა ერთდროულად. როგორც ილია მეორემ ჭამა ბავშვის ხორცი, ისე ბართლომეუსმა ჭამა ბავშვის ხორცი და ხო უნდა მოიკითხონ ერთმანეთი გულღრძოებმა და კანიბალებმა. ხო და მოიკითხეს. აი ესეთი მონები ვინც მორგებული არის სისტემას, მიდის დიდი სამსახურში, მოდის სახში ბავშვებს ყიდულობს, საწამლავებს და რა ვიცი მე რაღა შემოდის, ჯანდაბა შემოდის ამ საქართველოში, გინდა საკვების სახით და გინდა სათამაშოს სახით, მიდის სამსახურში, მე მოდის სახში, ძიძას აიყვანს, ძიძა ზრდის ბავს, თავში უტყაპუნებს და რა ვიცი რას არ უკეთებს, ღმერთმა იცის, როგორი ფსიქიური დაავადების ბავშვებს ზრდიან დღეს და მე იმ საზოგადოების განკლავება არ გინდა, ჯერ მარტო ეტებზე დამოკიდებული ბავშვები რო არიან, იმათი ადამიანად გარდაქმნა არ გინდა? და ეს დატოვა ილია მეორის ვიღაცამ დამიწერა, მოიცადე ფრიდონ ვიღაცამ დამიწერა ესეთი რაღაცა, რომ შენო არ გესმისო? ომში რო წაიყვანეს ბიჭები, ხო? ილიას არანაირი უფლება არ ქონდა თურმე, ანუ ვერაფერს ვერ გაახერხებდა ილია, რომ ეთქვა წინასწარ აი ამ ხალხისთვის, რომ უწახვალ ეს ომი გაყიდულია და მოკლავენ ყველას. თურმე ილია მე გარიცოდა. რა არიცოდა ბიჭო? პირველ რიგში საქართველოში რაც ხდება, თეთრუაშვილის ნებართვით ხდება. შორენა თეთრუაშვილს ეკითხება სრულიად საპატრიარქო და შემდეგ სრულიად პარლამენტი. და ეგ არიცოდა ილიამ, რომ იქ ახალგაზრდა ბიჭები მიყავდათ იმისთვის, რომ ამოიხოცათ და შესაწირად 8 აგვისტოს დაასვეს 8-8-8-ზე. შეწირეს ბიჭო, ქართველი ბიჭები შეწირეს მაგსაკიც. ჯერ ხო იმაში გავანებოთ თავი რა ამ 8 აგვისტოს, ერთი წუთი. 50,000 კაცი რო სულიერად იტანჯება ციხეში, ეგ შენ ყურამდე არ მოსულა ერის მამა? რამდენი წელი ბიჭო, რამდენი წელი, ერთი თვე კი არა. რამდენი წელი იყო ეს? 9 წლის განმავლობაში შენ ყურამდე ერთმა ცოდვამ ვერ მოაღწია შენ ყურამდე რომ ვიღაცამ სინანულით რაღაც გამოთქვა ან ტკივილი რომ ცემენ და ვიტანჯები ამ ციხეში? არ მოვიდა შენ ყურამდე ეგ შეყრუდა ბრმავ? რა შუაშია? გასაგებია, კარგი, ვთქვათ, ესეთი მარიონეტი და გამოსირებული იყო ეკაცი, რომ ვერ გაიგო, რომ ის ომი გაყიდული იყო და ახალგაზრდა ბიჭები, გამოცდილი მეომრები არ წაიყვანეს, გამოცდილი მეომრები აგერ სახში დატოვეს, შეურაცხყოფილადაც კი გრძნობდნენ ზოგიერთი თავს, რომ როგორ გამოცდილი ვარ და არ მიყავარ ჯარში, ომში. 17, 18, 19, 20, 21 წლის ბიჭები ერთი კვირა რო ქონდათ მარტო ჯარის გავლილი, რომ ეს იარაღის აწყობა და ის რო ქონდათ ნასწავლი და არანაირი გამოცდილება რო არ ქონდათ. ჯერ ყვითელი ავტობუსებით წაიყვანეს, ამ ყვითელი ავტობუსებით ხვირწინა უფეთქეს ზოგს, პირდაპირ სამიზნეები იყვნენ. ეს ახალგაზრდა საწყალი ბიჭები, რომლებიც ქართული სულის კვეთების თავისი ფეხით წავიდნენ, ამოწყვიტეს იქ და ეგ არ იცოდა მაგ დამპალმა გველმა? ვინ ბიჭო, ვინ დაიმალებოდა? ვაშკაცი სულის ბიჭები ამოხოცეს იქ.
დანარჩენები ციხეში გაგვია უპატიურეს. მერე ციხიდან რო გამოვიდნენ, ყველა ბერად აღკვეცეს. რა სხვა სისტემაში მოარგებდნენ, თქვენ გონია ციხიდან გამოსულ ბიჭებს? აბა, ამდენი ბერი და ამდენი მონაზონი რატომ ყავს? რაც ციხეში იყო, ყველა მან წავიდა, ბიჭო. ამ სისტემაში ვეღარ მოერგებოდნენ ის გაუპატიურებული ბიჭები. გინდაც ყოფილიყო და გინდაც არ ყოფილიყო გაუპატიურება, ეგეთი სახელი გაუთქვეს. ეგ სპეციალურად მოაწყვეს, ის კადრებით სპეციალურად გამოიტანეს, რომ ყველას ეგეთი პოსტი ქონოდა და ეგეთი მარკა დაეცვა. ბიჭო, ვის შეეძლო ვაჟკაც კაცებს, რომელიც ციხიდან გამოვიდნენ და ესეთი მარკა ქონდათ მიკრული, რომ ტრაქში ნაკრავია? იმას ვინმე მიიღებდა სამსახურში? თქვენ რა გონიათ ამდენი ბერები და მონაზონები რატომ ყავს? თქვენ გონიათ ყველა ბერი და მონაზონი თავისი სურვილით არის იქ წასული და ღვთისმიერი ღმერთს მიუძღვნა თავი? ღმერთს კი არა, სხვა გზა არ დაუტოვეს, ბიჭო. ისეთი მდგომარეობა შექმნეს ამ ქვეყანაში. ქართველები, ეს არის გამიზნული, კარგად დაგეგმილი გენოციდი. ქართველი ვაჟკაცების გენოციდია აქ მოწყობილი 2008 წელსაც და 2008 წელს 9 აპრილს არ იყო გენოციდი მოწყობილი? ეგ ვაჟბატონი, ეგ საზიზღარი სირი რომ ზეიმობდა იქ თავიანთ პალატში რო იყვნენ და გამოკეტილი კოშკში და იქ რომ ალაფუშეტებს მიირთმევდნენ, ხო? გარეთ ერის ხალხი, რომელიც თავის ენას იცავდა, თავის მამულ სარწმუნოებას იცავდა, დახოცეს და ესენი გარეთაც არ გამოსულან. და ზვიად გამსახურდია ფაშისტად და მოღალატედ შერაცხეს. სატანად შერაცხეს ზვიად გამსახურდია, რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი ენა, მამული სარწმუნოება, ხო? არ თქვათ ეხლა რომ არა, ბებია თქვენიცა მილიამ შეგინარჩუნათ რუსეთის ტანკები რო შემოიყვანა და წავიდეთ ეხლა დავიშალოთო, სიკვდილი რეალურია, თითქოს ჩვენი წინაპრები ენა და მამული სარწმუნოებისთვის არ ეწირებოდნენ, ბიჭო, თითქოს ისე მოგვიტრიალა რომ აიო, ხო გაგვაფრთხილაო ჩვენი ილიამო რომ მოკვდებითო, რატომ წავიდნენ სახშიო? ეს დედაატირებული ტვინ გამორეცხილი ხალხი რომ ამ ილიას დაუდგა, ეგ იცი რისი ტოლფასია? მოღალატეობის ტოლფასია, ბიჭო, როცა ენა მამული სარწმუნოებისთვის იბრძვის ერი და შენ როგორც ერის მამა აფრთხილებ რომ წადი დავიშალო ვირთ ხარ. ვინც იქ იდგა როგორც პრეზიდენტი თავის ხალხი არ მიატოვა, ის არის წმინდანი და ის არის ვაჟკაცი და ის არის ქართული სულისკვეთების და არა ის ვინც ვირთხასავით მოწყდება იქიდან და გაიქცევა. წავიდი ჩქარა ბომბებს ისვრიანო და ტანკებს ისვრიანო. შეატოვა ეს ახალგაზრდა ხალხი ტანკებს. რა გადამდგარი იყო ტანკების წინ, გადაულიდნენ? მაგას გადაულიდნენ? კაიკეებს შნირი იყო და რას გადაულიდნენ? არც მან გააკეთა კარგი არჩევანი მაგ შნირმა და ასომ. რა თქმა უნდა 100%-ზე ვბაზრობ ლაშა, რა თქმა უნდა, მაგრამ სიმართლე ძალიან ისარივით ხვდება გულში ხალხს და ყურში. არ უყვარს სიმართლის გაგონება. რადგან თვითონ არის დამნაშავე და ბნელეთში რომ არის, არ უნდა რომ აღიაროს რომ სხვა სინათლეშია. სახელმწიფო იმის რა ქვია, რა დაწერა, აზი არ ხარო, სახელმწიფო მართლობის აზი არ ხარო და გაჩედი ამაში ვერავინ ვერ დაგეთანხმებაო ვიღაცამ დამით. ბიჭო! აზრზე არ ახართ ვინ მართავს ამ ქვეყანას, ხო? აზრზე არ ხართ ვინ მართავს ჯარებს და ვინ მართავს დედის მტყნელებს. არ ახართ აზრზე. აზრზე რო იყოთ, ეგრე არის ლაპარაკებითით. ეგვინა შორენა თეთრუაშვილი? შორენა თეთრუაშვილი? გაიკითხე ვინ არის? დიდი შავი ვარდის ქუდი რო ედო მძღნერივით თავზე. ის არის შორენა თეთრუაშვილი. რომელიც არის ისრაელიტების დედა. საქართველოში დასმულია როგორც დედოფალი.
არ ჩანს. საცოდავი გოგო არის, ბიჭო, ობოლი გოგო იყო, რომ დაითრიეს მაგათმა და გამოწურთნეს გველივით. მეცოდება ეგეც. ვინ არ დაითრიეს? მაგათმა ვინც დაითრიეს, ყველას დედაუტირეს, ყველა მარიონეტად აქციეს და ყველა შეიწირეს. აწი უფრო და უფრო შეიწირავენ, ყველას შეიწირავენ. ყველას, იმიტომ რომ გამოვიდა უკვე შევიდა სიბნელეში სინათლე. აწი სინათლე უფრო და უფრო გაიზრდება და მხოლოდ და მხოლოდ ეგენი შეეწირებიან, ვინც უკვე ხელი მოაწერა და მათი სულების გადარჩენა აღარ შეიძლება. ყველას თვითონვე ის სისტემავე შეიწირავს, იმიტომ რომ ის სისტემა უკვე გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელება დაიწყო და როდესაც სხეულში, თქვათ, სხეული არის ხო, რაღაც სიმსივნით შეპყრობილი, როდესაც სხეული გამოჯანმრთელებას იწყებს, პირველ რიგში სიმსივნის უჯრედებს კლავს. ხო და სიმსივნის უჯრედები არიან ეგენი, რომლებიც შეეწირებიან ეხლა. ჯერ ხომ პირდებოდა რომ ეს და რაღაცაო და ის პოზიციაზე დაგაყენեն. ცოტა ხანი იყვნენ, იარეს ჯიპებით და აიფონები დაიჭირეს ხელში, მაგრამ აწი ნახეთ თქვენ, თვითონ ეგ სისტემავე რომ შეგიწირავთ, როგორც ილიას ამთხევინეს კუჭიდან სისხლი, ხო? ისე მოგექცევა თქვენს. შორენა თეთრუაშვილის დაესვას წერტილი, როგორც ილიას ამენ ამენით. ამენ სოფო. ამენ ამენით. ღმერთმა გისმინოს. დაესვას წერტილი. ყველა უმსგავსობას დაესვას წერტილი. ყველა არასწორობას დაესვას წერტილი და ყველა სიფლიდეს და ფარისევლობას დაესვას წერტილი. ამინ ამენით, იესო ქრისტე. ქალის პირიდან არ უნდა გამოვიდეს თურმე გინება, ვინ გითხრათ ეგ და ვინ დააწესა ეგ? სად დაწერეს, რომელ კანონში და რომელ დოგმატში? თუ სადმე რამე წერია, ვცვლი და ხას ვუსვავ. ჩემი ნება, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, გესმის? ვინ დამიწერა? რომელმა დედის მტყნელმა მამამ დამიწერა ეგ? ნიკიას კრების დროს 360-მა შეკრებილმა დედამოტყნულმა მამამ? რომელმაც ქრისტეს სახელით კაცობრიობა ამოხოცა და ქალები დაწვა? ცოცხლად რო დაწვა? ეგეთმა მამამ მე რამე დამიწერა და მე მას მოვუსმინო, დედაც მოსტყნიათ ეგეთ მამებს. წერტილი დასმიათ ეგეთ მამებს, რომელსაც ქალის სიტყვის ეშინია. ვაშკაცი ქალები გადაარჩენენ ზუსტადაც ამ საქართველოს. სხვა ვერავინ ვერ გადაარჩინა. კაცები გაგვიწყვიტეს? კაცები გაგვიუპატიურეს? ქალები გავხდებით, კაცები. და ნეტარ იყოს ის ქალი, რომელიც ძეთ იქცესო, ხო აქვს ქრისტეს ნათქვამი. ხო და ჩვენ გავხდებით ეხლა ვაშკაცები. თქვენ თუ ამოგვიწყვიტეთ კაცები, ჩვენ ავიღებთ ხმალს ხელში, გესმის? სისტემაა. და ვინც რომელი ქალის ძეთ ვერ იქცეს, სასუფეველი ვერ დაიმკვიდროს ქრისტესთან. წედი მოუარი შვილებს. თუ არ დატოვებ დედას, მამას, შვილს, ქმარს და ასე შემდეგ ვერ შემომიერთდები მეო, ამბობს ქრისტე, ხო? ხო, სწორედ ამიტომ ამბობს. რომ წადიქალო ბუტკაში ვით არ იყო შენ, მარკა მიკრული. რომელი ქალის ძეთ იქცეს, სასუფეველი დაიმკვიდროს, ხო და იქეცი ძეთ. არ გაქვს ერთი ადგილი? ვერ შეხვალ სასუფეველში.
ნიკეში ვინც წავიდა, ეს არაა ქართული ხალხის გადაწყვეტილება, ეს იყო დასამონებლად შეკრებილი მაცდურები. რა თქმა უნდა და კონსტანტინე პირველს წმინდანად აღიარებენ. მშიშარა ლენჩს. მატყო არას, ბიჭო, ქრისტიანობას რო ვერ იღებდა სიცოცხლის ბოლომდე. და ქრისტიანობას გაჰკიოდა და ქრისტეს სახელით კლავდა ხალხს. თვითონ ქრისტიანი არ ყოფილა. და ესენი წმინდანად აღიარებენ დებილ მამებს, ბიჭო. ვინ ახართ ესეთი მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, როგორ გამოყლევდით ესე რა? დაფალოსდით. უფალოს მადიდებლებო. განა ქრისტეს მადიდებლებო. უფალოს მადიდებლები ხართ თქვენ. აი წავედი ხა მე და ამოიღეთ რა ხმა რა. სამხელი ვისაც აქვს ამხელი, ნუ გეშინიათ სისტემა ვეღარ დაგიმონოთ და რომც დაგიმონოთ, მაგის დედავატირე, ხო? რომც დაგიჭირონ, რომც მოკლან. თქვენ გმირები იქნებით, თუ კი სამხელი გაქვთ და იტყვით სამხელს. გმირობის ტოლფაში იქნება ეს. გეყოფათ მუნჯობა. გადავედით მერწყულის ერაში, უნდა ისხას წყალი ეხლა და მუნჯივით თევზებით ნუღა იქნები. და მოვტოვეთ ის თევზების ერა. ეხლა დაიწყო მერწყულის ერა. მერწყულის ერა არის, როცა საუბრობ და გამოგაქვს მთელი სული წმინდის მადლით მოცემული სიტყვა. გადაუზიარეთ ეს ლაივი არ მერთვებაო, გადაუზიარეთ ეს ლაივები პირაჩი ერთმანეთს. პირაჩი გადაუზიარეთ, რომ ხალხმა გაიგოს რა უნდა გააკეთოს. ვინ უნდა გამოჯამრთელდეს, ბიჭო, რას აკეთებენ, ხედავ ახლა. გვამ მადიდებლად გვხდიან, ეხლა უნდათ რომ ეს ილია მეორეს პამპერსიანი სკამი იმ სკამზე არავინ არ უნდა დაჯდესო და ილია მეორეს უნდა დარჩესო. ილია მეორეს კი არა. მამა ზეციერი კი არა, მაგას ძეღმერთი, იცი რას უზავს? მაგ კაც, მაგ ფაჩუაშვილს აიფონას. იცი რას უზავს? ნაწილებად დაშლის, ბიჭო. რას კადრულობს ეგ? ქრისტეს სკამზე როგორ ამბობს, რომ ვიღაცა პამპერსიანი მიჯმული ფალოსის სახელზე უნდა შერჩეს ეს სკამიო. ქრისტე პანტოკრატორის სკამია ეგ. ყოვლად მპყრობელის სკამია ეგ და არა ვიღაცა დებილი სოკოიანი პირსისხლ ნანთხევი კაცის. და ესე უნდათ რომ დატოვონ, რომ აი თურმე პამპერსიანი ქვეშაჯვია კაცის სკამი ყოფილა ეგ საქართველოს პატრიარქის სკამი. თურმე მას უნდა შერჩეს და მის სახელს უნდა შერჩეს ისეთი წმინდანი ტრაწი გაზდიოდა უკნიდან მაგაც. რა, ტყუილს ვამბობ? ვამხელ პირდაპირ, არანაირ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ტრაწი გაზდიოდა უკნიდან თქო გეუბნებით. პატრიარქი, რომელიც თავის თავს ამ მდგომარეობამდე მიიყვანს, რომ სკამს ართმობს, სანამ სისხლს არ ანთხევს და ტრაწი არ გაუვა ტრაკიდან, ის პატრიარქი, ბიჭო, ვინ არის? ვინ არის ეგეთი პატრიარქი? ილია მეორეა ეგეთი პატრიარქი. სანამ პირიდან სისხლი არ ანთხია, სკამი არ დათმო. არ გადააბარა თავის სიცოცხლეშივე. სხვას, სანამ მეხლა როგორ დაიწყებენ ჯიჯგუნა, საჯიჯნი არ გახადა ერთმანეთი. ჯერ ცოცხალი ვარ. ცოცხალი კი არა, ბიჭო, თავი გაქვს მოსაკოვეთი. და ეს ფაჩუაშვილი, მისი კუდი. ისეთი წმინდანი იყო პატრიარქი, რომ რეპტილოიდებს ელაპარაკებოდა, რეპტილიებს ელაპარაკებოდა და ინზექტებს. ესეთი წმინდანი იყო პატრიარქი. ტრაც გასული სიპირსისხლ ნანთხევი.
ისეთი წმინდანი იყო, რომ ბოზებს და ძუძუ გადმოყრილ ხალხებს კურთხევას აძლევდა, რომ ეს სცენაზე კიდევ გაეგრძელებინათ მისი მოღვაწეობა. აბა, ისეთი წმინდანი იყო. ისეთი წმინდანი იყო, რომ ჯერ 2008 წლის აგვისტოს ახალგაზრდა ბიჭები ჩახოცა და მერე გვამების გამოტანაზე ტიროდა და ოხრა წმინდანი იყო. ისეთი წმინდანი იყო, რომ იმან ვინც ენა მამული სარწმუნოება შეგვინარჩუნა, სატანა უწოდა მას. ისეთი წმინდანი იყო, რომ ბერი გაბრიელი ცოცხალი წმინდანი რო დადიოდა, ვერ შეიცნო და განკვეთა ეკლესიისგან. შემდეგ როცა გარდაიცვალა, ამოიღო მისი გვამი და სავაჭრო გვამად გახადა. სავაჭრო ობიექტად გახადა. ვერ შეიცნო მან ვერაფერი, მაგრამ წმინდანი იყო. 70,000 ბავშვი მონათლა ინცესტის წინაშე დააყენა. ისეთი წმინდანი იყო, რომ საქართველოში ებრაელები, ირანელები, უკრაინელები, რუსები, პაკისტანელები, ინდოელები ჩამოიყვანა და ქართველები საქართველოდან გააქცია. ისეთი წმინდანი იყო, აღზევდა საქართველოს მის დროს. საქართველოში ქართველი აღარ დარჩა და ვინც დარჩა და ხმა ამოიღო, ყველა საგიჟეთში მოათავსა. ისეთი წმინდანი იყო. ისეთი წმინდანი იყო, რომ დავით გარეჯი გაგვიყიდა. მღვდლები გააუპატიურა. ისეთი წმინდანი იყო, რომ როდესაც 50,000 პატიმარს აუპატიურებდნენ ციხეში, მის ყურამდე არც მისულა. ისეთი წმინდანი იყო, რომ ეკიდა ყველაფერი. ისეთი წმინდანი იყო, რომ $75,000 ხე ჩამოიტანა, როდესაც საქართველოში ბავშვები შიმშილით კვდებოდნენ და როდესაც საქართველოში ხალხი სიმსივნით იყო დაავადებული. ისეთი წმინდანი იყო, რომ ეს დადიოდა ჯიპებით, დაწესაულდა ქალებში და ნაშებში. ხო, გერმანიაში წავიდა და გაიკეთა ნაღლის ბუშტის ოპერაცია. სასწაულებრივი ძალით გადარჩა. ოპერაცია სასწაულებრივი ძალა ყოფილა. ისეთი წმინდანი იყო, რომ 70,000 ნათლულიდან ერთი რომ მივიდა მასთან სტუმრად აღდგომა დღეს ვერ მიიღო. ფეხზე დაიკიდა. ისეთი წმინდანი იყო, რომ ყველაფერი კარგად იცოდა საქართველოში რა ხდება. ხედავდა ყველაფერს და ისეთ პატივს სცემდნენ, რომ გარე დაცვამ შიდა დაცვას გადასცა და შიდა დაცვამ გარე დაცვას გადმოსცა, რომ ეგ ვინ არისო ვაფშეო, ეგ რომელი ნათლულიაო. რა დროს ნათლულებია ჩვენ აგერ ილიას ვასვენებთო. ისეთი წმინდანი იყო, რომ $800 ფეხსაცმელები ეცვა. მას ისეთი წმინდანები, წმინდანად შერაცხული კაცია, რომ ბოლოს სისხლი ანთხია პირიდან. ხო, ჯერ მანამდე ტრაკიდან გასდიოდა, ტრაწი. ესეთი წმინდანები სამაგალითო წმინდანები არიან. დააქციეთ საქართველო. გახდით ილიასნაირი. კარგად ვიქადაგე? დამიწერეთ, თამარ, ძალიან მაგრად იქადაგე. ან დამიწერეთ, თამარ, ცოტა აგერია, ან დამიწერეთ, თამარ, იცი რა, რომ გისმენ არაფერი არ მესმის. ხო? დამიწერეთ. ეხლა წავედი გაკოცით. როგორ მიყვარს თქვენთან საუბარი, რა კარგი ხალხი ხართ, თქვენ ხართ გონება გახსნილი ხალხი, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თქვენ გაქვთ უნარი გაგების, თქვენ ხართ ზე აღმატებული ხალხი, რომელსაც შეგიძლიათ სიტყვის ძალის გაგება. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც საქართველოს წარმოადგენს, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც მალე საქართველოში ყველაზე თავში მოექცევა. ბოლოში ხო იყავით, თავში მოექცევით. ამას გეუბნებათ სულიწმინდა თქვენ რა. და მე მჯერა სულიწმინდის და ყველა სიტყვა, რომელიც სულიწმინდა მათქმევინა, აღსრულდა და აღსრულდეს ამინ.